ზუსტად 1 საათში უნდა დაიწყოს პოლიტიკური დაპირების გამო დაკავებული ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პროცესი. უკვე ცნობილი არის, რომ ხაბეიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრება. სავარაუდოდ ამ წუთებში ხდება სწორედ დაპატიმრებული პოლიტიკოსის ეტაპირება რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან საქალაქო სასამართლოში. დღევანდელი სასამართლო პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს, რადგან დღეს იქნება პირველი შემთხვევა 4 ოქტომბრის დიდი შეკრების შემდეგ, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ექნება შესაძლებლობა მიმართოს საზოგადოებას, ისაუბროს ამ დღესთან დაკავშირებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ლევან ხაბეიშვილი პაატა ბურჭულაძესთან ერთად 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ამიტომ საინტერესოა ახლა რა კომენტარს გააკეთებს და რა შეფასებას მისცემს 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს ლევან ხაბეიშვილი. განსაკუთრებულად საინტერესო იმ ფონზე არის მისი განცხადებები, რომ ჩვენ მოვისმინეთ ხაბეიშვილის უკვე დაპატიმრებული თანაგუნდელების მხრიდან მინიშნებები ღალატთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს ყველა ელოდება ლევან ხაბეიშვილის განცხადებას სხდომათა დარბაზში. დღეს სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიება უნდა გადაისინჯოს. ცნობილი არის, რომ პროკურატურას დრო ჭირდება იმისთვის, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები კვლავ შეაგროვონ. სწორედ ამიტომ მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დრო დაემატებინა სასამართლოს სწორედ ბრალდების მხარისთვის. პროცედურულად კი უწევს, რომ დღევანდელი სხდომა სწორედ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვით დაიწყოს. ივანიშვილის სასამართლომ შეანიშნა მორიგი პროცესი აღკვეთი ღონისძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ 2 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილის საქმეში არც ერთი დოკუმენტი არ შექმნა, არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ განხორციელებულა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ლევან ხაბეიშვილი უბრალოდ მისი ზეპირი განცხადებების გამო სამართლდება და ივანიშვილის თხოვებაში ყავს აყვანილი. იმავდროულად იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ 13 წელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამ ქვეყანას obძარცვავდა და მილიონობით დოლარს პარავდა საქართველოს მოსახლეობას, ის ქუჩაში დადის და ადამიანები დღეს მხოლოდ გზის გადაკეტვის გამო, ზეპირი პოლიტიკური განცხადების გამო არიან სატუსაღოში ივანიშვილი. პირველ რიგში არანაირი მოლოდინი არ აქვს იმისი, რომ სასამართლომ შეიძლება რამე ობიექტურთან მიახლოებული გადაწყვეტილება მიიღოს ხაბეიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და სასამართლო რეალურად არ არსებობს. ეს არის ქართული ოცნების დანამატი, რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა გადაწყვეტილებასაც მას ეთქვის ქართული ოცნება. ხაბეიშვილის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი და ეს მიზანი იყო მისი განეიტრალება, რადგან ლევან ხაბეიშვილის ხმა იყო პრობლემა ქართული ოცნებისთვის. სწორედ ამიტომაც გამოამწყვდი ეს, სწორედ ამიტომაც აქვს მას აკრძალული კომუნიკაცია ოჯახთან, საერთოდ წერილობითი კომუნიკაცია და სატელეფონო ზარები და სწორედ ამიტომაც ყავთ იზოლაციაში. სამართლებრივი განხილვა ამ საქმის არანაირად არ შეიძლება, თუ რომ სამართლებრივად ეს საქმე არის საერთოდ აბსურდი საჯარო განცხადების გამო მისი დაკავება. რა მოლოდინი უნდა გქონდეს ოლიგარქის მიერ მართული სასამართლოს მხრიდან? ქვეყანაში აღარ არსებობს არც ერთი სამართლის ორგანო. ყველა ეს სტრუქტურა, რომელიც აკავებს, შემდგომ ბრალს წაუყენებს, შემდგომ ასამართლებს, წარმოქმნილია ერთ დიდ დიქტატორულ ორგანოდ და ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური. როგორც ბრალი იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ სრულიად პოლიტიკური და აბსურდული, პოლიტიკურსაც ვერ დავარქვევთ, აბსურდული ბრალი ისე მიმდინარეობს ყველა ეს პროცესი. მას ასე ზუსტად 1 საათში დაიწყება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს დაპატიმრებული თავმჯდომარის სასამართლო პროცესი. ლევან ხაბეიშვილი რას ეთქვის დღეს საზოგადოებას, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. სხდომა არ იქნება ხანგრძლივი, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დასრულდება. მოსამართლე არის ნანა შამათავა, ვინც ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიება უნდა გადასინჯოს. რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესზე მედიის წარმომადგენლებს არ გვექნება შესაძლებლობა გადავიღოთ კამერით და მაყურებლებს ვუჩვენოთ, თუმცა დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოусმინოს ხაბეიშვილს. ჩვენც ბუნებრივია ამ სასამართლო პროცესის დაწყებას ველოდებით და პირველ საათიან გამოშვებაში მოვუყვებით მაყურებელს, რა იქნება სათქმელი ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებულ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ხალხისთვის.